მსოფლიოში კიბოს შემთხვევები მკვეთრად გაიზრდება. ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ ანგარიშში. ჯარმოს მონაცემებით ყოველწლიურად მსოფლიოში კიბოს დაახლოებით 20 მილიონი ახალი შემთხვევა ვლინდება, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10 მილიონს აღწევს. პროგნოზის მიხედვით 2050 წლისთვის ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება და გლობალურად დაავადების შემთხვევების რაოდენობა სავარაუდოდ თითქმის 35 მილიონამდე გაიზრდება. ექსპერტები მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობასა და მთავრობებს სრულად დააფინანსონ ონკოლოგიური სერვისები, პრევენციიდან და დიაგნოსტიკიდან დაწყებული რეაბილიტაციით დასრულებული. ორსლობისას პარაცეტამოლის მიღება ბავშვებში აუტიზმისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომის, იგივე ADHD-ის რისკს არ ზრდის. ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნებულმა ამ მასშტაბურმა კვლევამ აქამდე არსებული ეჭვები გააქარწყლა. 700,000-ზე მეტი დედაშვილის მონაცემების ანალიზმა დაადასტურა, რომ ორსულობისას პარაცეტამოლის მიღებასა და ბავშვებში ნევროლოგიურ დარღვევებს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. ექიმები აღნიშნავენ, რომ სიცხისა და ტკივილის უნალობაზე უარის თქმა ნაყოფისთვის გაცილებით სახიფათოა, ვიდრე პარაცეტამოლის მიღება.